იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ისმე პროფილაქტიკაში ვარ. მომისმინე ზეც გამოუცვლი მანქანას საბურავებს და გავრეცხავროთ მოწესრიგებულად მიგიყვანო დაბადების დღეზე. ხო, არ დაგვაგვიანდება, გავიგე, არ დაგვაგვიანდება. მიდი შენ მიხედე მარ შენ თავს. კაი. ესე იგი რა როგორ ახლა? დასაშვები. აი, ამის ხელში ჩემი თავისთვის ვერ მიხედავს რა. უმალავ ცოლს. არა, არ უმალავ, უბრალოდ გაბრაზდება რა. რატო ვერ გააბდაზებს? მაგის და ქალის დაბადების დღეზე მივდივარ და თვითონ არაჯერს არ უნდა წასული მე წამოვედი და მოკლედ ეხლა მოიგონე მითხარი. ნახე რა მინდა რა პირველ რიგში მოდი სახის დამარბილებელი ნიღაბი გამიკეთე. ცელა გიყვარს. ხო და თვალის დამარბილებელი კიტრის იმას რო აკეთე. რა ნუ რაც იცი და აი ძალიან მწყედი ხარ. ძალიან ყელი ვარ რას ქვია ახლა რაც მაქვს. აგიდა ეხლა აგიდა. ჩვენთან ხო იცი არ არის უხეხი. გამიცერე თავი ოღონდ. იგძენი? აუდეთ რა როგორი კარგია. ხედი არ მიიდო მათ. რაღაცნაირად ცივია, მაგრამ თვითონ ეგ უხდება კანს ალბათ. ეგ არის მაგის თავარი ამბავი. ყველა ჩემთან დადის ამის გამო. აბა? რა კარგია გოთ. აჰა. აი ნახე რა თუ დაგასტიან სიამონებას რა. ყავა ხო გინდა? ყავა მინდა კი. გავაკეთე ვიცოდი რომ მოხდა. ალო. თამარ პროფილაქტიკაში ვარ მეთქი, გეუბნები. გავიგე. ხო. საბურავებს უცვლი ადამიანს, საბურავებს უცვლი. სათხარდების პროფილაქტიკაში ვარ, საბურავებს უცვლი. წინა შეუცვალე, უკანასად შეცვლიან და წამოვალ. აჰა, ზეთი რა უნდა გამოგეცვალა? ხო, ზეცაც გამოუცვლი, ხო, რაღაცა უნდა ხა იმას 2 წუთი და ხო, ანუ პროფილაქტიკაში ხარ ნახდათ? ხო, და ნუ გამირეკავი 100 ჯერ დარეკვა რა. ხო, არ მატყუებ. არაფერს არ გავტყუებ, ეს მომიტყუებია. აი, რისი ღირსი ხარ ახლა შენ? რისი ღირსი ხარ ახლა შენ? პროფილაქტიკაში ვარო მეუბნება და სალონშია კიტრებია და თვალებზე. გოგო, რა გინდა მოუწესრიგებელი წამოვიდე თუ რა გინდა გამაგებინე? რა მოუწესრიგებელი ბიჭო, რა გინდა? შენ რა უხეში ხარ? რა ქვია რა მინდა? ესე დადის ხოლმე აქ სალონში? ჩემთანა? ანუ მე რომ გონია რომ შენ სამსახურში დადიხარ. მოდიხარ და სალონში იპრანჭები? გაპრანჭვასა და თავის მოვლა შორის სხვაობა არის დიდი ძალიან რო იცოდე რა. ჯერ შემომივარდი გოგო, ვერ გავიგე. ბოდიში რა ოთხკუთხედი მრგვალი. მრგვალი გამეკეთე რა. რა მრგვალი და ოთხკუთხედი ხაფნო? ბიჭო, გვაგვიანდება ჩემი დაქალის დაბადების დღეა, რესტორანში გველოდება ხალხი. გავიგე, მაგრამ მოუწესრიგებელი ფრჩხილებით მე ვერ წამოვარ თქო გითხარი. ვაიმე, მიშიკო, არ გწხვენია ეხა შენი საქციელის? აი რატომ წხვენე? პირიქით, შენ უნდა გწხვენოდეს რა. აი შენ უნდა მე რა უნდა მწხვენოდეს? ის უნდა გწხვენოდეს, რომ შენი დაქალის დაბადების დღეზე რომ მივალთ, ესეთი გადაბმული წარბებით და იმით უნდა მოვიდე, რა ქვია, ასეთი ფრჩხილებით? რა სიტყვია შენი დაქალები რა? ბიჭო, ჩემი დაქალის ყველა ქმარს აქვს გადაბმული წარბები. და რაღა შენ უნდა გქონდეს ეს ამოქმნილი და გამოწყებილი. მაგას გეუბნები, მე ისინი არ უვლიან თავის ქმრებს და მაგიტო არიან ეგრე და დადიან ჩაძუნძგნულები და მე მასე ვერ ვივლი მეთქი თამარ გეუბნები რა. გამიშვი ახლა იქით. ანუ მარტო ფრჩხილები უნდა გაიკეთო, ესე იგი, მოდი იცი რა ვქნათ მაშინ? კაი, დაგელოდები ფრჩხილებს, სანამ გაიკეთებ და მე ხო არავინ ყავს შეაწერილი. მე გამიკეთე უცებ ფრჩხილები. ხო, არა თამარ, მარტო ფრჩხილებს არ ვიკეთებ. პედიკურიც უნდა გავიკეთო და ეს რა ქვია, წარბების კორექცია უნდა გავიკეთო და თმასაც დავიწორებ პოლოს. მოიცა ერთი წამი. შენ დაბადების დღეზე მომყვები თუ თხოვდები? სად გავიცინოთ თამარ? სადაც გინდა იქ გაიცინე. აეგდე ეხა ფეხზე და წავედით. თამარ, გეხვეწები? თამად ახარ თან. თამადა ვარ არა, ეპილაცია უნდა გავიკეთო ამის მერე გულზე და რა? ხო, ეპილაცია უნდა გავიკეთო კი. სად უნდა გაიგე? კერძზე რა გინდა გამაგებინე? რატო? რატო და იქ რო დავლე მე და შეგენასო რომ დავთრები ეს გამეხსნება უეჭველი ვიცი ეს გამეხსნება და მინდა რომ პრიალა მკერდი გამომიშდეს ან ჩიქასო გადავიგორებ და გადავკრავ რა გინდა ხალხმა ეგრე უნდა მიყვაროს არ არსებობს ახლა რა და ეს უნდა კონდეს პრიალა? ხო რა თქმა უნდა ვაიმე, აი ეს ფრჩხილების გაკეთება არ მესმის, დედას ფიცა ვარ რა. აი შენ თუ შილაკიანი ფრჩხილებით არ მოზილე ბეტონი შენ სამსახურში, ისე როგორ შეიძლება?
ეგ და მეთქი ფეხს ეხა წავედით მაგვიანდება. მანიკური უნდა გავიკეთო აუცილებლად არ არსებობს თამარ რა მე თამადა ვარ იქ და აუცილებლად ხო და თამადა რო ხარ და რო გველოდება ხალხი მაგას გეუბნები. ხო და თამადა რო ვარ აი ესე რო დავიჭეჭიქა შენ გაგიმარჯოს გადღეგზელებთ გენაცვალე აი 1000 ხალხი მიყურებს და ლაკი არ უნდა მესვას ფილმზე ბიჭო 1000 ხალხი რო და შემოგხედავს ამ თითებზე ზუსტად მაგიტო არ უნდა გესვას ლაკი მიშიკო ადექი ეხა წამოდი ანუ შენ რანაირი ქმარი გინდა ვიყო გამაგებინე გაგინო და ყური და ერთად ვიფხანო ხინები თუ რა გინდა რა ზოგჯერ მინდა ეგეთი ქმარი რო იყო კაცური ცოტა ასეთი ჩხილებით მე ვერაფერს ვერ იმას და ქვია ჩიჩხლი ვერს და ვერც იმას აქვია ყურებს დამაცადე და მე შეიძლება ვიყო ეგეთი აი საერთოდ რა გინდა გოგო გამაგებინე აი მინდა რომ მოუწესრიგდი ადამიანო რომ დაბადების დღეზე რომ მივად აი რა სიტყვია შენ დაქალები მოუწესრიგებელი მოვიდაო დაგვინახავენ ხო და მოწესრიგებული რო იქნები ზედმეტად მაგაზეც იტყვია რაღაცას ანუ ჩემი დაქალები ყველაფერზე იტყვია რაღაცა და არ აქვს მნიშვნელობა ამიტომ ადექი ეხა და წავედი ხო და შენი დაქალები თუ ნებისმიერ ამაზე რამეს იტყვიან შენი დაქალის გულისთვის მე ჩემი სახის რუტინაზე უარს ვერ ვიტყვი გასაგებია აი რუტინას მოგცემ ხა მე შენ ხო დამელოდე წადი რა მთელი ცხოვრება გელოდები მთელი ცხოვრება სულ აგვიანებ ყველგან მე ვაგვიან შენ რო გელოდებოდი ხოლმე მაგაზე ხმას რა რო აგვიანებ როდის ერთი მაგალითი მითხარი როდის მელოდებოდი დაჟე პაემანზე რო დავდიოდი ჩაპარებულები რო ვიყავი სულ მე გელოდებოდი შენ მე სულ მე მივდიოდი პირველი ღმერთო რა გამიხსენა სამად სამჯერ დავაგვიანე თამა ისიც აგიხსენ რომ სახის კანის მასაჟებზე დავდივარ ზოლი რო გავიქროთ ხო და ყოველთვის მაგას მაძახებ რა აი ზოლს მოგცემ ეხლა ხო რა და შენ გამიჩინე ეს ნაოჭები აი და მეთქი წავედი ბიჭო რა შვები შენ კიდე აქ ხარ ვაიმე ვერ გამომხარ კაი ბიჭო მართლა რა დაგემართა რა აქ ან რასალოდინებ ამ გოგოს ამდენი ხანი აქ ვაფშე თვებს როგორ იჭრი ამ ჩხილებს როგორ იკეთებ აქ რა გინდა ბიჭო გამაგებინე საერთოდ ეპილაციას გავიკეთებ ბიჭო და წავიდეთ მე რა სიზავ ბიჭო ეპილაციას გავიკეთებ ხო არ გააფრინე ბიჭო აქ ეპილაცია არ გაიკეთო სად გავიკეთო აქ არ გაიკეთო მეთქი ბიჭო აბა სად გავიკეთო წაიყვანე 70% ფასტაკლება არის გვერდზე იქეთ ის შუა რაო შენ ძმობას მიცავა რა არ გაიკეთო გამო მერე ძმაო ბაზარი გამო და ვნახო ძმაო საბურავებს შევცვლი და ზამთრი საბურავები არის აქ ეპილაციაზე არის ფასტაკლება 70 ანუ სხვაგან მიდიხართ ახლა მეორე სალონში რა კაი გოგო ყოლია ცოლად რატო არ გამაცნობდა ამოწყდეს ერთი წამი სად მომიყვანე სად მოიყვანე მაგარ სასტუმროში მოგიყვანე ოპ ეს არის მაგარი სასტუმრო აბარა მაგარი სასტუმროა აბარა რა არის მაგარი სასტუმრო ჰოსტელია ჩვეულებრივი ეს შეფარულია გარედან არის ეს თორე შიგნით არის ხუთვარსკვლავი კაი მოდი ხან შევიდე ოლიმპია. მიდი გააკე აუს გამ ოპ რა ხდება კაცო ოპა ვასო შენ აქ რა გინდა ვასო ზამთრ რესეპშენის ქალები გავიდე ერთი წამი ბიჭო შემომხედე ერთი წამი რა გჭირს ვერ გავიგე რა მთვრალი ხარ დაბრუნდილი მაქვს ალბათონო დაბრუნდილი მაქვს ერთი წამი ვაჟბატონო დაეგდე შენ აქ და ჭიქები მოგვიტანე ხილი რაღაცა ზაკუსკები დრო გადის დაჯე ეს ყავა ვინ არის უკაცრავად გენაცვალე რა კაი ხარ ეს ხალი ვინ არის ბატონო ვასო თუ შეიძლება რომ მითხრა თქვენ აქ მუშაობთ აი ვინ არის ძალიან მაწუხებს ვიღაცა მეგაბარაგი მე რა ვიცი რა გნებავთ ქალბატონო ძალიან გთხოვთ რა ვაიმე ვასო ეხლა არ გამაგიჟო გამაგიჟო რესეპშენის ქალებს დაგვწოვეთ საქმე გვაქვს 1 საათი დრო გადის ცოტა დრო მაქვს რა რესეპშენის ბიჭო სად გგონია თავი სად ხარ ეხლა შენ მოსული სადა ვარ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ვარ დავრეკე ნაშები მომყავს მეთქი და გამზადეთ ყველაფერი ვაიმე ყველაფერს მივხვდი რა ანუ შენ გონია რომ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში მიიყვანე ეს და რა ტყავა ვაიმე და მოხვედი სინამდვილეში შენ ცოლთან სახლში პირდაპირ ხო ეს რა არის ახალის დაამატეს მომსახურება რომ ვითომ ცოლი ხდება და რაღაცა რომ აკო სიახლე ინერვიულო რომ რაღაცა რომ დედა ცოლი და ნაშები ბიჭო მომისმე შენ ნორმალური ხარ შემომხედე ერთი წამი შენი ცოლი ვარ მეთქი ბასო შემომხედე ბიჭო ერთი წამი შენ გაახილე თვალები გაახილე შემომხედე დამაკვირდი კარგად დამაკვირდი ვინ ვარ მე და სათხარ შენ მოთხრეული ეს ჩემი სახლია სასტუმრო არ არის ადამიანო ძალიან მეცნობით ხო კარგად დამაკვირდი უფრო ძალიან მეცნობით სადღაც მყავხარ ნანახი ხო საადაბა ზუსტად 5 წლის წინ ჩვენ გავიცანით ერთმანეთ დაბადების დღეზე მერე შევიყვარდი მერე გაკითხავდი ყვავილებს იგზავდი რაღაცა შენ უარზე იყავი ვითომ უკარება იყავი რაღაცა ბოლოს მაინც შემიყვარე და მერე ცოლად გამომყევი ცოლი შული მირო
ვისა? შედამპალო. მივლინებაში ვარ. შედამპალო არაკაცო შენ. ხვალმაფრინავს. ცოლი, როგორ უვლის თავს? მართლა ძალიან კარგი ცოლი ვარ. ყველანაირად სითბო, სიყვარული, ზრუნვას მე არ გაკლებ არაფერს და მომიყვანე ესა ვიღაცა ბოზანდარაკალი? აი ეხა რა მოგივიდა შენ კიდე რა იხმარდება იმასკენი რა ქვია? ვისა რა ქვია? ჯერ ესეთით შეურაცხყოფას რატო აყენებ? რატო აყენებ შეურაცხყოფას? სუფრაზე ვისხედით, შეულებრივად და სვავდით და ვახტანგურები დავლიეთ და რაღაცა მოიფიქრებ. ბასო ძალიან გთხოვ რა, მოდი ყველა დავანებოთ ამ ტყუილებს თავი და სიმართლე ვთქვა ყველაფერი რა. თქვი მე მიდი. მოკლედ 3 თვეა დავიწყოთ აქსე, რა ვიცი მუშაობა. თქვენმა მეუღლემ, როგორც დაალაგდა, გამომიძახა, აი აქ რომ მოვიყვანე, პირდაპირ აი აქ გაითიშა. აი პირდაპირ აი აქ გაითიშა. ბოდიში, თავიდან. შუაში გონება და. ბოდიში, ესე არა, ესე გაითიშა კი და ესე ამოვიყვანე. და რა ვიცი ხა მე მგონი ტაქსის არ უნდა ეძახო, არც ჩხლახი, არც ბზი და კიდე რაღაცებს რო ეძახდი. ძალიან ხო პატივი ეცე ჩემ კარიერას რა. წვალობ. გესვის ქალბატონო რეცეპშენო? რა არის მართლა რა ეჭვიანი ხარ? ერთი წამი ეხა რა, ძალიან მეცინება ეხა, ვასო, მართლა მეცინება, არ მინდა რომ მოგკლათ. არ მინდა რომ მოგკლათ და ციხეში წავიდე, ოღონდ მართლა. იცი რა? არ მინდა ვასო ეხა მასულელებ, მასტერებ თუ რა გგონიათ ეხა ანეცა მეორეს. სიაკო, უყურე ხა ვიცი. სუფრაზე ვისხენ. სადაც მეგობრო რაღაცა და გელა იყო თამადა. გელა, ანუ თვითონ გელა. თამადა და ვახტანგურები რომ დავლიეთ ეს ხელი გავახტანგურე მე პირზე კოცნები წავიდა რაღაცა. სუპერზე მკაცნა. ხო, სუპერზე მე ეს იყო სულ და всё ეგ არის რა. რა, კაცები უქეიფობთ რა პრობლემაა ვერ გავიგე. ვასო, შენ ვის ასულელებ აქ და რა სპექტაკლებს მიდგავ და იმანაც ეს კაცური ჯდომი. შეატყუპე დამპალი ტყავის ფეხები რა. ანუ გელა და შენ მომისმინე ერთი ვაჯბატონო. აი ხო, გოგო რა. ეხა ეს გაბის ეხა მართლა გონია რომ ეს გელა არ არის? ვინ გელა ბიჭო? გელა? გელა ბიჭო. გელა დაელაპარაკე რა. ასო გეხოცებე ხარ, მინდა რომ უხერხულში ჩავაბარდე, რა ქეიფობდით ერთად მოვედით პირზე ვყოსნით ერთმანეთს, რა ვიცი. გელა. რა ითამაშა ბიჭო გელა? აუ, კაი. სია რაღაც ისულელებზე ნუვარდები ძალიან გთხოვ რა. ადექი ფეხზე რა. შენ ქალი ხარ გოგო? შენ ქალი ხარ? შენ მაინც არ გწხვენია? ისე რაღაც პანჩი ძალიან უხერხულად კი ვარ, კი? აუ, ისე რაღაც პონჩი შენ კი არა, მეც ძალიან უხერხულად ვარ რა. კაი, შენ რა პონჩი? აი რაღაც პონჩი რაღაცნაირად. ეხა ნახე, ანუ ჩემმა ქმარმა ეს და ტყავებში ჩაცმული ახმახი ქალბატონი ამოგიყვანა და მე ესე ხელცარიელი დააკვდი, აი ძალიან მეუხერხულად. ბაზარი არა, ძალიან ტეხავს. რა უხერხულად რატო ვარ? არა? ხუერხულად ამებით გა. აი მე. გაგგლი ჩემი გავეხარ. გულისთვის თუ ჩხუბობ მგიჟდები. შენ რა დეგენერატი კაცი ხარ კიდე შენ რა. ეხლა მართლა წყობილებიდან არ გამომიყვანოთ. მართლა და მართლა ცია რა მოგივიდა რა არის მართლა კაცია მოსული სახში და რეგულარულად ლაპარაკები. რა კაცი ბიჭო, რა გინდა მართლა, რა გინდა ვერ გავიგე, წყობილებიდან გინდა საერთოდ გამომიყვანო? აუ, ერთი წუთი ეხა ძალიან დიდი ბოდიში მე წავედი დავიღალე. მოიცა კაცო, სად მიდიხა, ვერ გავიგე, დრო $200 მაქვს გადახდილი, აი, ერთ საათი. $200 ერთ საათში გადაიხადე და 7 წუთი დაგჭა სიცოცხლე. მოასწრებ რამე 7 წუთში? რავი, არ მოუსწრიათ. $200? ხო, $200. ვალი ქონდა, ვალი. ერთ საათში. ანუ რას ნიშნავს 7 წუთში რაღაცა ესე რატო? როგორ მამიგდო მასყრად მუწყარი რამე. ერთი წამი. ჯერ ისმით ხარი ვაფშე დაო აი ამაზე რატო ეჭვიანობ? აი რატო ეჭვი? გახევლე მთვრალი. აი ამას ვაფშე რის თავი აქვს? აი რის თავი აქვს? გეხვეწები რა. რაო დაო? აიღო. ანუ ჩემს ქმარზია საუბარი, რომ ჩემს ვასიკოს არ აქვს არაფრის თავი? შეხედე და. და რა მე რო შევხედე? მე რა ვიცი. ანუ ქოც და არაფრის თავი არ აქვს და ჩემი ვასიკო ჩაფლავდება დღეს მაგის თქმა გინდა შენ? აი მე რა ვიცი რა. ვასო ფეხსი ადექი ახლავენ. ფეხსი ადექი ვასო და შეათრიე ჩვენს საძინებელში ეს ქალბატონი. შენი გულის ვიცია ყველაფერზე ვარ წამსვლელი. მიდი ვასო უკვე პრინციპის ამბავია ვასიკო. რა რა თქვა წუთში ვერაფერს ვერ მოასწრებსო? ვასო
3 წუთში ჩემო კურცხვიტა. 4 დარჩა. დროზე. 4 დარჩა. დროზე. შენ თუ მდღიორი არ შეცოდი ხარ? დროზე. მოდია, გოგო. მიდი ბასო, მიდი ჩემი ლომი, მიდი ჩემი კურთხელი. უცბად გავიქცევი არაჟანს და მიწისხილს ამოგირბენინებ. მიდი ბასო, ჩემს ვასიკოს არ ქონია არაფრის თავი. აჩო დილიდან მაგარ ხოძეოს. მენა დილიდან პროტეინები მაქვს დალევი და მაგარ ვარჯიშებს ვაკეთებ. იცი რომელ ვარჯიშებს შენ რო გეუასება მენა. მე რომ მევასება იმ ვარჯიშებს აკეთებ. მაგის ვარჯიშებს ვაკეთებს. აუ როგორ მიყვარს. გამიკეთე რა. გავაკეთე ბაზარია. მაჩვენე. აუ რანაირად აკეთე. შენ ვერაგდროს ვერ იზავი მენა მაგას. მე მარტო კუნთი უნდა. მე ვერ ვიზამ ხო. მაჩვენე კიდე ერთხელ რა როგორ აკეთებ. ცალი შემიძლია, მარტო შემიძლია, აქეთ შემიძლია. აუ ძალიან მაგარია. კაი მე გავედი და ყოველ ნახევარ საათში აქ ვარ, ხო იცი? კაი. დავოის. შაქარი მომიტანე? ყავა გინდა? აუ რა გინდა ბიჭო შენ რა საქმე ეს ხო დისტრიბუცია რა კაი ეხა რა გინდა ბიჭო 3 წუთი ვერ გავსვარ აქ რო არ მოხვიდე და არ დაეყუდო დავაი ბიჭო ეხა აქე არავის ახო შაქარი ხო მოიტანე ხო და დავაი ეხა აქედან ბიჭო დავაი დროზე არ გატ ამათა საქმე რა მინდა 3 წუთი გავედი მოგიცუცკდა ეგრევე აქ იმენ ამას ერთად იქნება დავამტრევ ძულებში მაგრა და აი რა სერჩი რატო უნდა ცემო ძალიან საყვარელია ძალიან საყვარელია რა იყო ხო არ შეგიყვარდა გაყევი ბარემ ცოლად შენ რანაირად მელაპარაკები ვინ გეკითხება საერთოდ რას ვიზამ რასაც მინდა იმას გავაკეთებ კაი რა იყო ხო არ გეწყინა ესე გითხარი მეწყინა და საერთოდ აქ რო დგეხ 24 საათი ან სახლი არ აგაკ ან ცოლი არ ყავს ან რავი სამსახური არ გაქვს ყველაფერი მაქვს მაგრამ ხო იცი რატოც ვარ აქ 24 საათი არა იმენა მევასები და შენთან ურთიერთობა მევასება და შენთან ვიჟენია შენ აშკარად გაბრაზებული ხარ იმენა ჩემზე და მოდი მაშინ 2 მაგი არა და 3 მაგი ესპრესო დამისხი და შევრიგდე აჰა დგარი ისე რა მაინტერესებს ბევრი ბიჭი გაწუხებს ხოლმე აუ ძალიან კი ო მე სად არიან ეხლა რატო არ მოდიან აცადე ცოტა ხანი და მოვლენ ესე აქ ერთი ბიჭი დადიოდა დღეში სვამდა 50 ესპრესოს. 2 მაგსთან. მე სად არის ხარ თუ არა? აი ხა კომაშია. კომაშია რატო? რავი, გული ქონია სუსტი. რა ცოდუა, ისეთ ამარ ხარ უგიყურებ. აი ძალიან მაგარი ვიზუალი გაქვს რა. აი ძალიან ლამაზი ხარ რა. ძალიან ლამაზი თმები გაქვს, ლამაზი თვალები გაქვს. და რაც ყველა თავარია, აი ულამაზესი ღიმილი გაქვს რა, ჰოლივუდის ღიმილი. ძალიან დიდი მადლობა. ისა, ისე შენ სადაური ხარ? მე? გოდოგნელი. გოდოგნელი? კაი, ერთი ამერიკანოს დამისხი, აბა. კიდე რა? ხო, დამისხი რა კიდე. დღეს რამდენი დალია? 2. 2 რა 2? 2 ლიტრა და რაღაცა, დაასხი რა. ვიდი. აი რა. კაი, დავასხამ რა. შაქარი გინდა? კაი, რა შაქარი, დიაბეტი გინდა დამემართ. ზუშაქრო იასნიათო. მოიცა, სადაც გულის დაავადებები, იქაც დიაბეტი რა უჭირს ახლა. მაშინ დაუში 3 კოვზი, ენა დავა. აჰა, 3 კოვზი შაქრით. მადლობა. ისეთ ამა რო გიყურებ, გული მიჩქარდება. მე მგონი ძალიან მომწონხარ. მოგწონ ვარ კი არა, კოფეინია ეგ. არა მგონია. მე კიდე მგონია. კარგად ხარ? კი. მე მგონი მართლა ძალიან მომწონხარ რა. დედას გებიცები, სულ ცივი ოფლი მასხავს და გული მიფრიალებს, რო გიყურე. არა, კოფეინია თქო გეუბნები. რამდენი დალია დღეს? 2. 2 ლიტრა და რაღაცა. და ეგ არის რა. ხო, ისე შენი ბრალია ეს ყველაფერი რა. ჩემი ბრალია? ხო, იმენა, ყავას იცი როგორ არის, ყავა ესე რაღაცნაირად აი ეს ჩიკას დაითრევ, ესე აპარატში შედებ, ესე რაღაცა კნოპკას მიაჭერ, ყავა ჩამოვა, რაღაც თავსახურს დააფარებ და აი ესე მაწვდი რა. ეგრე კეთდება ყავა, ყველა ეგრე აკეთებს. არა, შენ იმენა სხვანაირად აკეთებ რა. აუ ისე დედას ვიცავარ, ერთხელ სამსახურის გარეთაც რო შეხვდეთ, ხო შეიძლება რა.
რატო არა? ხო, იმიტომ არა, სუფორტოჭკაში გნახულობ და წეს ქვემოთ თუ არსებობ არ მჯერა ვაფშე. აი დედას ვიცავარ ერთ ვიცოდე რომ შენ თუ აქ ვინმე შეგაწუხებს, იმის სახელობის წყარო გაიხსნება იმენა აია. რა არის ბიჭო რა არის? რა გინდა? ისა, არაფერი, ყავას ველოდები. ნუ ყავას იქი დაელოდე, დავაი ბიჭო აქედან. დავაი ბიჭო თქო რა გეუნების. რა შვები დრანცა? რამდენჯერ გითხარი მაგას, ნუ მეძახე. რა. კაუჩი რო დავწვევი ხოლმე ღამე. სულ შენზე და შკოდის აპოლნებზე ფიქრობს. უფრო ძირითადად აპოლნებზე, იმიტომ თუ დაიხაზა იმენა გარჩეს. მაგარი ლამაზი და ბოგანო თვალები გაქვს. ბოგანო თუ უკიდეგანო? ნუ რაც არის რა სიმონა? ხო მიხდი კომპლიმენტი რომ რავი, მადლობა. პოლიცია! ვაიმე საგარი პოლიცია! რა ვისა ჩემიკათა ვისა? ვაიმე ახალგაზრდები იქეთ პირბანებით გზაზე გადადიან. მოდი თავში. ხო უყოვე სუსტი წერტილი. არაფერი ეგრევე დავაი წავიდა აბარა. კაი, დავაი ერთი ამერიკანოს და სათხარ შე დედა ნატირებო შენ. შე უნამუსო კაცო, რა გინდა აქ ბიჭო? სამი დღეა გეძე ბიჭო, სადახარ დაგირეკე სამსახურში დავრეკე. მეგობრებში დავრეკე, სადახარ, ვაფშე სად დადიხარ გამაგებინე. რა, მეგობრე ჩემთან დაგერეკა, კაცო, არა ხო გეტყვი. სადამ ერთი წუთი, სადამერეკა ტელეფონის, მაჩვენე. ვინ არის ეს აგრესიული ტელეფონი? ჩემი ცოლი არა. სად უნდა და თვითფრინავის რეჟიმზე რატო გადაყვანილი? ეთყობა ჯიბეში დაეჭირა თორე. შენი დედა ვატირიში, არასწორო კაცო, არა გწვენი. რა გინდა ყავასო, უბრალოდ ხალო, რა ჩამო. რა ყავასო, ბიჭო, რა ყავასო? ამერიკანოს და ესპრესოს. დალია, მაგრამ ამდენი ბიჭო 50 ჭიქა შეიძლება შენ. მე რა 50 ჭიქას ოსა ხო არ გღალატობ, კაცო. რას მღალატო ბიჭო, გაგისკდება ეგული, როგორ შეიძლება 50 ჭიქა დღეში? რა ვინახარ შენ? რა ძუძუები აქვს ამას, რომ აი აქ დაგაბა რა. ერთი ესპრესო ჩამომისხით რა. კაი, გეხვეწები, ნუ ნერვიულობ ეხა. არ არის საჭმო მართლა. ყავის დასალება ჩამოვედი, გოგო, უბრალოდ რა. მარტო ყავის დასალება ჩამოხვედი, ხო? ხო, ყავის დასალება ჩამოვედი, მართლა მეტი კი არაფერი. მარტო ყავის დასალება ჩამოხვედი, ხო? ანუ ჩამომეწელა ესპრესოები და მოგინდა ხო რძიანი ლატე. შე არასწორო უნამუსო ადამი. წამოდი ბიჭო, ბავშვები ვეღარ გწნობენ. საერთოდ არც იციან მამა თუ ყავს. დაენახე მაინც დეგენერატო. რა გინდა, გოგო, რა დეგენერატო. დავლე ყავას ამო, ყავის დასალება ჩამოვედი, რა გინდა. ერთი წუთი თუ კაცრავ. ბევრი არ დამილევია. ერთი წუთით რა მეც მათ თქვა მინდათ რაღაცნაირად უხერხულ მდგომარეობაში ვარ ეხა და აი ეს დაძაბული სიტუაცია რომ განვმოხტო. შემიძლია ბავშვი მოგინათლოთ. რა ბავშვი? საყოველია. გაჩედი შენ. დედას რა ბავშვი უნდა მომინათო? შენი ბრალი არის რომ დაბმული არის აქ ჩემი თვარი და აღარ მოდის. აბა ვინ არის შუაში? თუ არა და რა დაამატეს ამ ყავას ან შაქარი ან ფქვილი ან რაღაცა რომ მაინც დაურეკავ ხოლმე და წამოიღებს მაინც პროდუქტს. არა, ქალბატონო, იცით ჩვენი ობიექტი სხვა სეგმენტზეა გათვლილი. ვიცი მე რა სეგმენტზეც არის და მაგორი სეგმენტის გამო დადის ჩემი ქმარი აქ, თორე ყავას მეც მოუდმევ სახში. კაი, გოგო, შენც მიდუღებ, ხო, და სეგმენტებიც არის. აი, ნუ იმაშვები. წამოდი ახლა წამოდი. მოდი, ერთი ყავას დავლევ, კიდე ერთი ამერიკანო დამისხით და წავიდე. კიდე კაცო. მე რამდენი ჭიქას სვავს? 40 დალია უკვე და. რა, 40 დალე. შენ დეგენერატო, შენი დედა ვატირე, ბიჭო, სტენდირება გაქვს გაკეთებული, რა 50 ჭიქა შეხვარ აფრიკა. მე რა 50 ჭიქა რა მოხდა მე სტენდირება რომ როზე ეხლა სახში. კაი, როზე ეხლა სახში წინი არა. კაი, ხო ეხლა რა სახში ყავა დავლევ. შენ ნორმალური ხარ, გულის პრობლემები გაქვს. რა 50 ჭიქა. აქ აღარ დაგიდა ხო მოსული, დროზე წინი არის. ეს რა მომიტანე? ეს თურქული ყავაა დაფქვილი? ყავა გინდა? თურქული? აბა, ამერიკანო? აბერძიანი? აი, გამომართვი. დრანცა. აი რა იყო, რამდენჯერ გითხარი? კაუჩი მე მოვჭი და დავაიწავეთ, დაკეტე რა. არა, დავკეტო, მე არ მოვჭი ჯერ. დაკეტე ხალო, რო გეუნები, ეხა ბაეთი მაქვს აღებული, 1 საათი გადახდელი მაქვს. არა მეთქი, ვერ დავკეტავ, კაცო, მუშაობ. ხალო, დაკეტე რა. დაკეტე.
გოგო, ეხა კარგად მომისმინე, უკვე მე რამდენად გეუბნები რა. და ჩაიწერე თუ ვერ იმახსოვრებ. Pinex.G არის საუკეთესო კომპანია ამანათების გადმომზიდავი ჩინეთიდან. რაც გინდა, რა საიტიდანაც გინდა ჩინურიდან გამოიწერე, რაც გინდა და Pinex.G ჩამოგიტანს ყველაფერს. ხო, არ გატყუებ მართლა. ხო, ანუ კურიერიც ყავთ თავიანთი, შეგიძლია შენ მიაკითხო და წამოიღო და შეუძლია სახში მოგიტანონ. თან გოგო ტარიფი აქვს $8 შენ თავს ფიცავარ და თან 5 დღეში ჩამოგიტანენ ამანაც. ჯერა. თან ყველაზე მაგარი რა არიცი? ის ქონიათ, აპლიკაცია აქვს თავისი. მიდი და ბარემ პირდაპირ აპლიკაცია გადმოწერე რა. გოგო და რას გეუბნებოდი წაღა რომ დავიწყე, ესე იგი ჩემი გიო ხო მეუბნებოდა 7 კილო ამანათზე რომ რა ამბავია ქალო, ერთი კონტეინერი ამანათები გამოგიწერიაო. აი ხა რომ შემოვა სახლში, გაგიჟდება მართლა ერთი კონტეინერი ამანათები მიდევს სახლში, მომიტანეს. ო აი ხა რომ ნახავს თავის mobile banks, მე ხო მაგის ბარათი მაქვს მიბმული. ხო, აი გაგიჟდება. ვაიმე! აი ნახა mobile bank-ი. კაი, ეს რა არის, გოგო? ვაიმე, ტელეფონი. მართლა ტელეფონი. ეს რა არის მეთქი ტელეფონში შიგნით შეხედე, ეს რა არის? შიგნით ეს არის mobile bank-ის აპლიკაცია. ვიცი რომ mobile bank-ი არის. ესე პატარა ციფრები რატო წერია? აუ მაგაზე მინდოდა მე შენთან დალაპარაკება გიო. დაელაპარაკე. თამარ, თემას ნუცული მეთქი, თემას. უფროს დაელაპარაკე რომ მოგიმატოს. შენ mobile bank-ში ესე პატარა ციფრები რატო წერია? შენ გოგო ნორმალური თუ ხარ, ეს რა არის? გოგო, რამდენი ამანათი გამოწერე? ნახე ახალი მაგი დაგვაქვს. რა ახალი მაგიდა, თამარ, რატო გაავსე სახლი ყუთებით, რა იყო მართლა, რა დაგემართა? ხო შეიძლება აღარ გამოწერო რა ადამიანო, აღარ ეწევა აუ ასა. გიო, შედი ჩემ მდგომარეობაში გეხვეწები რა. ახალი კომპანია ვიპოვე ამანათების გადმომზიდი ჩინეთიდან. Pinex.G. ხო და მაგათმა ჩამომიტანეს ყველაფერი $8 აქვს ტარიფი შენ თავს ვიქავარ და 5 დღეში ჩამოაქვს. აპლიკაცია გადმოვწერე და მაგიდან გამოვიწერე. უფრო ცუდად არის ჩემი საქმე, ეგრე გამოდის თამარ. რატო? რატო $8 რამდენ რამეს გამოიწერე ხა წარმომიდგენე და მაგიტო რაღა რატო სადარბაზოში სახლში ოთახ ყველგან შენი ყუთი ვაიმე გაჩუნდი ერთი წუთით ეხა გეგონება მარტო ჩემთვის მიწერ ყველაფერს რა. ამ ნაგს შეხედე რა გოგო 4 კაბა რო გამოიწერე რაღაცა 2 ჩექმა რო გამოიწერე ისო გამოიწერე კიდე რაღაცა 1000 რაღაც რო გამოიწერე ერთი სადი რაღაცა ძინძგიანი ბოტასი გამოიწერე მე ეგ ბოტასი საიტმა გაჩუქა უბრალოდ მაგდენი რაღაც რო გამოიწერე საიტმა გაჩუქა და მომიტანა ის ბოტასი მადლობა თამარ აუ გიო მომისმინე მე დავფიქრდი და თვეში რომ 140 ამანათს ვიწერდი ჩამოვედი 140-დან 108-ზე 108-ზე ჩამოვედი. ხო, ჩამოვედი, იმიტომ რომ ოჯახის ბიუჯეტზე ვზრუნავ და შენ კიდე არ მიფასებ. აი, ყოჩახთ, აი ეკონომია მარტო, всё, ამოისუნთქებს შენი ოჯახი. აღარ არის პრობლემა, აღარ 108-ზე თუ ჩამოხვედი რა არის? ეგ არის. აი, შენი ცინიზმი სადმე სხვაგან მიაფრქვიე რა, ჩემსკენ ნუ. ია, საით მივაფრქვიო, გამაგებინე, საით ხო შეიძლება ყველგან ამანათიდებს. აუ, გიო. მე შენ გამოგიწერე ფეხსაცმელები. აი, ეგ უკვე სხვა არის. შავი, ტყავის, აი სუფთა ტყავი, 42 ზომა. თამარ, ფეხი მაქვს 46 და 42 რატო გამომიწერე? ვიცი რომ 46 გაქვს და სპეციალურად რა ვქენი, იცი რა მოვიფიქრე, ეხა ჩემი გეგმა გითხრა. ესე იგი, ხო ჩამოვა ეხა Pinex-ი მომიტანს 42 ზომას. ხო, მე შენ ჩაიცვა ამ 42 ზომას, შენ 46 ფეხის ზომაზე, ხო? ხო, დაგისივდება და შეგიშუპდება ეს შენი დიდი ფეხები. ხო, მე გადაუღებ შენ ფეხებს ფოტოს და იმ ჩინურ კომპანიას გაუგზავნი, საიდანაც გამოვიწერე რა. ხო და ვეტყვი რომ ამინაზღაურეთ ზომაზე არ წავიდათ, ხო? ანუ ჩემი დასეული ფეხებით გინდა რომ კიდე იქეთ მივიშოვო რაღაცა გამ, კიდე ეგ უნდა ჩემ ფეხებს. მალავ. ყოჩა, კი, კაი გეგმა გაქვს, თამარ. ხო, მოხედი? საჭმელი რა გვაქვს? სამზარეულოში არის სენდვიჩი. რა საჭმელი? ვინ არის? გოგო, ვინ ჯანდაბა არის ეს? ვინ მღალატობ გოგო თუ რა შვები? ეხა შე ვერ გავიგე რა. აი მე არა გიო, რა გღალატობ? მოდი მიშიკო დაჯექი. აბა რა შინა ვინ არის? აბა ეს რო შემოვიდა, ვითომ საკუთარ სახლში არის, აქ დაბოდიალო. ვინ არის გოგო ეს? ბიჭო, კურიერია, ამანათები მოაქვს ხოლმე. და მე რატო იქცევა ეს შინაურულად? შინაურია, აბა რა არის, რა გჭირს? ისე ამდენ ხანი ვარ შეხვედრი ხართ ერთმანეთს, ძალიან გემრიელია. თქვენ არ ხართ გამოწერებზე, არის წერტა. გამოწერებზე? არა, მე გადაწერებზე ვარ, პირჟვის გადაწერებზე, ღმერთო თუ შეიძლება აღარ მივიდა მე თამარ ძალიან გემრიელია ეს. რა გამოწერე? მაგრამ რაღაც უნდა გითხრა რა.
ეს რაც მოვიტანე ხა ბოლო ამოსვლა იყო მე ვეღარ ამოვალ რა. რატო? რატო კაცო, ან ლიფტი გააკეთეთ, ან გამოწერებს მოუკელი რა. დაობრივარ ეხლა ამხელა ვიყავი და დავრჩი აგერ 100 კილო სულ. აუ რა არის, იცი, ეხლა მომისმინე კარგად. ერთხელ გაიჭირვე, ჩემ თავს გაფიცებ რა. ლიფტის მატორი მაქვს გამოწერილი ჩინური საიტიდან. ხო და ჩამომივა და ერთი გაჭირვება გაიჭირვე რომ ეს მატორი 500 კილოა რა მოიწამო. სამო. ჩავდგამთ მე ლიფტში და ისრიალეზე ვითქვევით რამდენი წმინდა ვიში. ხო, კაი. კაი, წავედი მე, არ გემშვიდობები, ჩემო ძმა, ორჯერ კიდე მოვალ დღეს. კი, ვიცი ძმაო, გავა. მომისმინე, თამარ, გეხვეწები ერთხელ ოსტრი დამახვედრე რა. კაი, ხო, ხო, იყიდე და შევკვირდი. იყიდება დაბლა მაღაზიაში. აბა შენ აი ჯიგარო. დროებით მიდი. აუ ძალიან კაი ბიჭია რა მართლა. კაი ბიჭი, გოგო, რა ოსტრი, კი, რო კი. ემისავი დადის. ფუ თქვენი. ოსტრი ხარ ნუ, ხო, ეხა ოსტრი უნდა უნდა გაუკეთო შევპირდი კაი, რა მომისმინე, მართლა. თამარ, იწერ ამანათს, კაი, ჯანდაბა. მართლა ეს ჩემთვისაც რო გამოიწერო ერთი რაღაცა, იმ ბოტას სართული რაღაცა რომ 42 ზომა ბოტას. რაღაცა ნორმალური რო გამომიწერო, ხო შეიძლება ერთხელ მეც. აუ რა უმადური ბიჭი ხარ. უმადური ვარ მე? ხო. მე შენთვის მაქვს სიურპრიზი. რა სიურპრიზი? ეხა მომისმინე, ძალიან გაგიხარდება. ხო, ეს უკვე სხვა არის, კარგია რა არის რა, უერცუნი მაქვს. ეს იცი რა არის? რა არის, მომე გავხსნა. აჰა, გახსენი და ნახე. ეგ არის შენ რო 10 წლის წინ მანქანა დაგეჯახა გახსოვს და კინაღამ რომ მოკლა. კი, მახსოვს თამა. ხო, იმის მინი ვერსია, რომ არ დაგავიწყდეს მთელი ცხოვრება. 10 წელია მაგის დავიწყებას ვცდილობ. ეს რატომ იყინე? რა უმადური ხარ რა. ხო ვერ გასიამოვნებს კაცი ვერაფრით რა. აუ თან, აუ რა კაი ესახში რა ხარ. გიო, გამოდი ერთი წუთი. აუ, ჩემ თავს გაფიცებ რა. ჩინეთიდან იმდენი რაღაც გამოვწერე. ხო და შენ ხო იცი ის გადამზიდი კომპანია რომელია? პინექსი. პინექსი. ვერ დაიმახსოვრე, თუ რა იყო, რამდენჯერ უნდა გითხრა? თუ გიყვარვა რა, რაღაცა მიუნდა მიაბა მაგას თუ როგორ? პინექსი ჩამოგიტანს ყველაფერს, გამოწერილი გაქვს უკვე ჩინური საიტებიდან? ხო, ანუ არჩეული მაქვს ისა რაღაცა. შედი ხა იმაში App Store-ში და გადმოწერე აპლიკაცია Pinex.G არის ეგეთი. Pinex-ის აპლიკაცია გადმოწერე. ხო, აი ეგ კომპანია ჩამოგიტანს ყველაფერს. $8 ტარიფი და 5 დღეში ჩამოდის. აუ რა მარტივია. ძალიან მარტივი. აუ რა კაია. ანუ თვითონ მომიტანე სახლში თუ ნახე ორი ვარიანტია. შეუძლია თვითონაც მოგიტანონ ხო? და შეგიძლია შენ მიხვიდე, მიაკითხო და წამოიღო. ძალიან კომფორტულია. ანუ კაი, მაშინ სადღაც 1-2 კვირაში მივალ, იმიტომ რომ არ ვიქნები რა. გოგო, არ არის პრობლემა, მე გეტყვი ახლა. მოატანინე კურიერს და შენ თუ არ იქნები სახლში, ჩემთან დატოვონ რა პრობლემაა. აუ მართლა? კაი, ჩემი ოქროს გოგო ხარ შენ. კაი, გავედი, გაკოცე. გაკოცე. მიდი, პაკა გიო. შენ გოგო ნორმალური ხარ? ვაიმე, რა არის და არის კარები? რა შენთან ხო, აბა ამანათები რას იმდენი ყუთი მოგა გაწყდა ყველაფერი რო შემოგა. რა შენთან უნდა შეანახინე გოგო შენ. კაი, რა მოხდა მე? რა მოხდა გოგო, შენი ყუთები არ ეტევა, კიდე იმისთან დავიმატო, აქ შენ ნორმალური ხარ? ასე ყველაფერზე ჩხუბი შეიძლება. გეხვეწები ახლა მე მომეც გოგო შენ აქ კიდე იწე რაღაცას გავუ. მომე ტელეფონი. დავაი დროზე რა გინდა? დავაი დროზე ოთახს და გონს რომ მოხალ მე გამოდი, მომიდო მაგ რაღაცებს გამოწერა ამა. ბიჭო ხო მე გადამდგა ყველა ყუთებია რა. ერთი რა არის ეს რა ჯანდაბა არის? რაო? Pinex.G. ოპა. მოიცა ბიჭო ეს მართლა? ოპა, ესე იგი რანო 8-დან $8-ად? $8 ჩინეთ. თამარ! ჰა, თამარ, მოდი ერთი წამით. არ მოვალ. გეხვეწები რაღაც გამოწერა მინდა და დამარეგისტრირე რა, ხა? სად გინდა რომ დაგარეგისტრირო? Pinex.G, ხო, მოდი. მოგინდა? აი, გოგო, მოდი ერთ წამით. ეს ეს მომისმინე. მართლა 5-დან 10 დღეში $8-ად ეს მართალია ხა? ჩამოგიტანენ მაგას. ანუ ის ანკესები $8-ად მომიტანენ აქ. ჩინურ საიტზე რო ნახე, ანკესები შეუძლია აქ ჩემი ბარათია მიბმული. ხო, დამარეგისტრირე მეც მოდი. აუ, მოდი ახლა გამომაწერე კაი და მაშინ მეც გამომიწერე ის ჩემს კაი ჯანდავად მოდი. შედი აქ ჩაწერე შენი სახელი გვარი ლათინურად.
იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.